საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მიზნით დაწყებული პროექტებიდან ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მთავრობამ მუშაობა დაასრულა 1 ივნისიდან შევაძალაში. მთავრობის დადგენილება ყველა იმ ოჯახის დახმარებას ითვალისწინებს, ვისაც მესამე და შემდეგი შვილი შეეძინება. დახმარება მთიან რეგიონებში მაცხოვრებელთათვის 200 ლარს, ბარში მცხოვრებთათვის კი 150 ლარს ითვალისწინებს. 1 ივნისიდან საქართველოს 6 რეგიონში ყოველი მესამე და შემდგომი ახალშობილი მიიღებს ყოველთვიურ დაფინანსებას ბარში 150 ლარის ოდენობით და მთაში 200 ლარის ოდენობით 2 წლის ასაკამდე. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც არის შემადგენელი იმ სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც არის აუცილებელი, რომ ქვეყანას ავაცილოთ ეს მოსალოდნელი დემოგრაფიული კრიზისი. აღნიშნული პროექტის შემუშავებაზე სახელმწიფოსთან ერთად საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი აქტიურად მუშაობდა. ფონდში იმედოვნებენ, რომ ამ დახმარებით დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საკითხში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება. ძალიან ბევრი ინიციატივაზე და დღეს უკვე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა სახელმწიფო დემოგრაფიულ პოლიტიკას სათავეში და მუშავდება სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამა, სადაც ჩვენმა ფონდმა ყველა ინიციატივა, რაც ჩვენს მიერ იყო დამუშავებული, შევიტანეთ. ყველაზე მთავარი ინიციატივა, რაც დღეს ხორციელდება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ეს არის 1 ივნისიდან ყოველი მესამე და შემდეგი ახალშობილის დაფინანსება 2 წლის მანძილზე ბარში 150 ლარი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 200 ლარის ოდენობით. როგორც დემოგრაფიული აღორძინების ფონდში, ისე საქართველოს ხელისუფლებაში დემოგრაფიული კუთხით დღეს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებენ. ამის შესახებ კი გაეროს მონაცემებს ასახელებენ. დემოგრაფიული ვითარება საქართველოში არასახარბიელოა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხმოსახლეობის ფონდმა დადო მონაცემი, რომ 2050 წლისათვის მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობის შემცირება 1,170,000 მოქალაქით. ასევე ამას ამწოვებს ის, რომ ქვეყანაში კეთდება ძალიან ბევრი აბორტი. 2012 წელს დაფიქსირდა 40,000 აბორტი და ამ კუთხითაც ჩვენ ვაპირებთ გარკვეული ინიციატივების წარდგენას პარლამენტში. გაერო მიგვითითებს და გვიწინასწარმეტყველებს, რომ 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება და საქართველოს მოსახლეობა 28%-ით, ანუ 1,170,000 კაცით მცირდება. ეს არის საგანგაშო მონაცემები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა თავიდან აიცილოს. თეონა აბესაძეს ამჟამად ერთი შვილი ჰყავს და მეორეს ელოდება. ის მთავრობის დადგენილების შესახებ ინფორმაციას ჩვენგან იღებს. თეონა ამბობს, რომ ეს მისთვის სტიმული იქნება და მესამე შვილის გაჩენაზეც იფიქრებს. ანალოგიურ პოზიციას სხვა დედებიც იზიარებენ. ძალიან კარგი იქნება მშობლებსაც. ექნება მისურვილი, რომ გააჩინონ მეტი და მეტი ბავშვი დახმარებას თუ მიიღებენ და უფრო გავადვილდებათ ბავშვების გაზრდა. ჩემი აზრით კარგი იქნება. აი პირადად თქვენ დაუშვათ, თქვენს იქნება თუ არა სტიმული, რომ კი, რატომაც არა, უფრო გამიადვილდება. თუ დაგვეხმარებიან, რა თქმა უნდა, ყველა მშობლები, კმაყოფილები და ბედნიერები იქნებიან. ადამიანს უჭირს ეკონომიკურად ძალიან და ამიტომ ეს ძალიან დაეხმარება რა. ეს 200 ლარი შეიძლება დიდი თანხა კი არ არის, მაგრამ დაეხმარება ადამიანს, რომ რაღაცაში მაინც წინ წაიწიოს ცხოვრებაში. არ ვიცოდი, დღეს მესმის პირველად, რა თქმა უნდა, კარგია ეს კანონი და ასეთი მსგავსი კანონები თუ შემუშავდება. მე პირადად 2 შვილი მყავს და რა ვიცი, დაფიქრდები მაგ საკითხზე. იმერეთი ერთ-ერთი რეგიონია, სადაც ამ პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტი იმ რეგიონებზეა გათვლილი, სადაც სიკვდილიანობა შობადობაზე მაღალია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 1 თვეა დარჩენილი. მოქალაქეები 15 ივნისს მუნიციპალიტეტებში თვითმმართველ ორგანოებს აირჩევენ. რა მოლოდინი აქვთ ჭიათურაში არჩევნების შემდგომ და რა სურთ რომ შეიცვალოს. მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ აუცილებელია ჭიათურაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. რა ცვლილებებს ელოდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან და რა გინდათ რომ შეიცვალოს? რა გვინდა და რაც შეიძლება ახლა ქვეყანა ესე უცებ ერთი ხელი ზარყოთ არ შენდება, მაგრამ კანონმა უნდა იკანონოს, უნდა გატარდეს ყველანაირად რაც შეგვეძლება, რა თანხებიც მეიძიება, ახლა უკვე აღარ არის და ადრე ერთი კაცი მილიონს ატყულებდა, ახლა აღარავინ აღარ ტყუდება. უნდა შეიცვალოს ძირითადად ქალაქის კეთილმოწყობა. რა ძალიან აწუხებს ამ ქალაქს? სულ ძალიან დამტვერიანება.
რამდენიზნა იმდენი არის დარექცია ყურადღება მაინდა მაინც. რასაც შეპირდებიან, შეუსრულო. ჩვენ მთავრობას ვამბობ. რასაც შეპირდებიან, დაპირდებიან, ასრულება არ არის ხოლმე. პირველ რიგში ქალაქი უნდა დასუფთავდეს. 80 წლის გარდავდი ასა ქუჩა. პენსია წამალში მიდის არ ყოფნის. ყოფა ცხოვრების პირობები განაცვალე უკეთესობისკენ. რა ცვლილებებს ელოდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რა გინდათ რომ შეიცვალოს? არ მიფიქრია ამაზე. ძალიან ბევრია ჭიათურაში გასაკეთებელი, ძალიან ბევრია საყურადღებო. ყველა ადამიანი აბსოლუტურად, რა ვიცი, თითქმის ყოველი მეორე გაჭირვებულია დღეს ჭიათურაში და ალბათ მთელ საქართველოში. ყველაფერს გაგსველოდებით, რა ვიცი, ვნახოთ. შობელს არ უნდა ეშინოდეს, რომ შვილი განათლების გარეშე დარჩება. განუცხადა პრემიერ-მინისტრმა განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღეზე შეკრებილ საზოგადოებას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცენტრის მიერ საზღვარგარეთს სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან. ღონისძიებას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და მთავრობის წევრები დაესწრნენ. შეგახსენეთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა. მის მიერ დაფინანსებული სტუდენტებისთვის კი საქართველოში დაბრუნება და 3 წელი საჯარო სექტორში მუშაობა სავალდებულო იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემო მეგობრებო. ცენტრისთვის მნიშვნელოვანი ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების გარეშე უცხოეთის ზვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება არ ექნებოდათ. თავარი სიახლე, რაც ჩაიდო ცენტრის კონცეფციაში, გახავთ ის, რომ სტუდენტები დაბრუნების შემდეგ, მე მინდა ეს კარგად განმარტო. ეს არის მთავარი იდეა და ამოსავალი წერტილი. რომ თქვენი დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ თქვენ დასაქმდებით სახელმწიფო სამსახურში. მინდა უბრალოდ უთხრა ყველა სტუდენტებს, რომ ეყო ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება და შესაძლებლობა იმისთვის, რომ მათ მოიპოვონ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის. პროგრამა არის საკმაოდ დიდი, ვრცელი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს ექნება შანსი. და რა თქმა უნდა, აქ იქნება საუბარი იმაზე, რომ სტუდენტები შემდეგ უკან დაგვიბრუნდნენ და ისევ მოემსახურონ თავის ქვეყანას და ჩაერთონ საჯარო საქმეებში. კონკურსი მიმდინარეობს 7 ივნისამდე, ეს არის ბოლოვა და დოკუმენტების შემოტანის. პროგრამა გამოცხადა 2 მიმართულებით, ერთი არის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და მეორე არის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, რომელიც გამიზნული იქნება სახელმწიფო და საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებისათვის. რაც შეეხება სტიპენდიების რაოდენობას, ეს ხშირად დასმული შეკითხვა არის ძალიან. განსაზღვრული არ არის სტიპენდიების რაოდენობა, უბრალოდ მინდა გავიმეორო უკვე ნათქვამი 2,5 მილიონი ლარი არის გამოყოფილი ამ ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტი გაიზრდება 7 მილიონამდე. ეს ცენტრი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს უცხოეთში გაიაროს გარკვეული ეტაპი თავიანთი სწავლების და შემდეგ რაც მთავარია სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას ისინი დაასაქმოს თავიანთი პროფესიების შესაბამისად. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციურ კადრებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი სასწავლო ცენტრი, რომელშიც გადამზადება ხდება თანამშრომლების, მაგრამ ახალგაზრდები, რომლებიც მოვლენ უფრო მაღალი კვალიფიკაციით, არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროგრამა, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი გვთავაზობს, ვფიქრობ ძალიან აუცილებელია ყველა სტუდენტისთვის, იმიტომ რომ ხოლო საქართველოში მიღებული გამოცდილება საკმარისი არ არის და აუცილებელია ვფიქრობ ყველა სტუდენტისთვის, რომ მიიღონ საზღვარგარეთ განათლება. ჭიათურის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის სააქტო დარბაზში დღეს მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური პრობლემები იყო. კონფერენცია ასოციაცია ჭიათურელთა კავშირისა და რესურს ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. მასში 21 საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოავლენს. ეს პროექტი ემსახურებოდა მიზნად ეკოცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდობის გააქტიურებას. ახალგაზრდა, რომელიც ღებულობს კონფერენციაში, ის აუცილებლად ეცნობა
თავის სოფლის სატკივარს, თავის ქალაქის სატკივარს მიაქვს გულთან, კრიბავს მასალებს და შემდეგ წარმოადგენს ამას. ეს არის ძალიან კარგი ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, სიყვარულით იყო ახსავსზე, თავისი ქალაქის სიყვარულით და რაც შეეძლოთ თავისი ასაკიდან გამომდინარე მაქსიმალური ინფორმაცია მოიტანეს ჩვენამდე. კოალიცია ევრაზიული არჩევანი ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის კანონი არაკონსტიტუციურია. ეს განცხადება არჩილ ჭყოიძემ აღნიშნულ კანონზე საუბრისას გააკეთა. მისი განმარტებით კანონი პარლამენტმა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიიღო, რადგან მოსახლეობის 90%-ისთვის მისი დებულება მიუღებელია. კოალიცია ევრაზიული არჩევანი საქართველო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის კანონი 2 მაისს მიიღო. კოალიცია ევრაზიულმა არჩევანმა გადაწყვიტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ანტიდისკრიმინაციული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების თაობას. მთავარი მოთხოვნა არის, რომ აუცილებლად შეჩერდეს ეს კანონი. საქართველოში აუცილებლად შემდგომში რაც ყველაზე მთავარია, რომ დაჟჯადი გახდეს სისხლის სამართლის კოდექსით მამათმავლობის პროპაგანდა, ეს მეორე და მესამე, რომ სასწრაფოდ დაიწყოს რაც შეიძლება მალე საკონსტიტუციო სასამართლო მამსარჩელის განხილვა, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% არის მოწინააღმდეგე ამ კანონის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს უფლება, რომ შეაჩეროს იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ეწინააღმდეგება მთელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. რას ადგენს ანტიდისკრიმინაციული კანონი? ანტიდისკრიმინაციული კანონი ადგენს, რომ გენდერული იდენტობა და სექსუალური თანასწორობა არის ნორმა. ანუ კანონმა, ანტიდისკრიმინაციული კანონმა დაადგინა, რომ გენდერული იდენტობა და სექსუალური გადახრილობა, რაც საზოგადოების 80-90%-ისთვის არის მიუღებელი, მოვლენების ამგვარი განვითარება ერთი წლის წინ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნის მცდელობას მოჰყვა. იდეის ავტორებმა ამჯერად რაიმე სახის აქტივობისგან თავის შეკავება გადაწყვიტეს. სიტუაციის განსაკუთრებული სიმწვავის გამო გსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ 17 მაისს იდენტობა არ გეგმავს არც საჯარო და არც დახურულ ღონისძიებას. ამის მიუხედავად ვრცელდება სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია იდენტობას დაგეგმილი აქტივობის შესახებ. გთხოვთ უნაინდობით ადამიანებს, რომლებიც იდენტობას სახელით აანონსებენ რაიმე ტიპის შეკრებას, მსვლელობას ან აქციას. დამდეგი 17 მაისი აქციის გარეშე მაინც არ ჩაივლის. ამოღებული იქნეს ანტიდისკრიმინაციული კანონიდან მამათმავლობის დამკანონებელი ცნებები და აიკრძალოს საქართველოში LGBT პირების პირდაპირი და ირიბი პროპაგანდა. კითხულობთ პეტიციაში, რომელიც გამოსვლებს აანონსებს. მე ვფიქრობ, რომ 17 მაისს აქციაში მონაწილეობის მიღების მორალური ვალდებულება ალბათ ყველა ქართველს უნდა ქონდეს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ზნეობა, მორალი არის უპირველეს, მithumetes, როდესაც საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის საკითხი საკანონმდებლო დონეზეც კი უკვე აისახება, ხო? დავანახოთ შინაურ თუ გარეულ მტერს, რომ საქართველოში ვერასოდეს ფეხს ვერ მოიკიდებს ისეთი კამპანია, ისეთი აღვირახსნელი კამპანია, ან გნებავთ უზნეობის ინსტალაციის მცდელობა, რომელიც წინააღმდეგი იქნება ჩვენი მოქალაქეთა და ზნეობის, ასე ვთქვათ, სადარაჯოზე მდგომ ადამიანთა პრინციპებისა. მოთხოვნა სასულიერო პირებიც უჭერენ მხარს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ და ვითხოვთ ოჯახის სიწმინდის დღის დაკანონებას, რა თქმა უნდა, 17 მაისს და ასეც არის უკვე და ამასთან ერთად ირიბად ანულირებას იმ კანონ პროექტის და კანონის ანულირებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო და დაადგინა.
ფიზიკური თვალსაზრისითაც ეს კატასტროფას უხადის საქართველოს. რატომ? იმიტომ რომ ის ადამიანებისაც ყავდათ მშობლები თვითონ ვეღარ იქნებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება მშვიდობიანად ჩაივლის. საზოგადოების ნაწილი კი 17 მაისს ექსცესებს მაინც ელს. ვფიქრობ, ძალიან დიდი აგრესია იქნება და ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდება. ის არ არის მარტო მორალურად და არ ფსიქოლოგიურად ხო საერთოდ. მოკლედ ვთქვათ, არ მომხრობე ამ აქციას. ზოგმა ან გაკვეთილი მიიღო, ან რაღაცა რამე და მით უმეტეს არჩევნები ახლა და ცოტა შეარბილებენ. ისეთი აგრესიული აღარ იქნება. არაფერს, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. არ ამგონია რომ დაპირისპირება იყოს წელს შაშანდელ დაპირისპირებას შედეგები მოყვა ასეთ მის რა ვიცი მე არ ამგონია რომ ჭუბით რამე გადაწყდეს ალბათ ჯობია ისე წყნარად და ისე მოილაპარაკონ ცუდად ძალიან ცუდად აი დღე არ ამგონია მთლად დალაგებულად იყოს მაინც იქნება ექსესები მასე სემენ მოკლა ღირს არის შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კი ეს თარიღი 11 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული ანსამბლი სულიკო 1 საათიანი პროგრამით ჭიათურელი მაყურებლის წინაშე წარსდგა. კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა. მათ შორის იყო სულიკოც. ასევე შესრულდა სიმღერა ჭიათურაზეც. ღმერთმა ინებოს, ბევრი აღიზარდოს ამ ფესვებზე ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულით და ჩვენი მიზანიც ეს არის მოვასმენინოთ, შევაყვაროთ, ვასწავლოთ მომავალ თაობას, რაც და რის სიყვარულიც ჩვენ ქვეყანას უფრო მეტად გააძლიერებს და უფრო მყარად დააყენებს ფეხს. ასე რომ თუ დღეს ერთი აგური დავდეთ ჩვენი შემოქმედებით და გზა გაუყალეთ მომავალ თაობას და სიყვარული ჩაუნერგეთ, უკვე ბედნიერება არის და ნამდვილად ბედნიერები ვართ დღევანდელი საღამო და დღევანდელი კონცერტი. კონცერტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო. პროექტ რეგიონების ფარგლებში ანსამბლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს სტუმრობდა. ეს მათი მე-18 კონცერტია. დიდი სიამოვნებით დავდივართ ეს რეგიონებში, ვაცნობთ ჩვენ შემოქმედებას, ჩვენი ანსამბლი არის ოპერის თეატრის ანსამბლი დაკომპლექტებული ოპერის მომღერლებისგან. კახა ბერონაშვილი არის ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი და ამ პროექტით უკვე მოვიარეთ 17 დღეს არის უკვე მე-18 კონცერტი. დიდი მადლობა მაყურებელს, დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ ესეთი სასიამოვნო პროექტი გვაჩუქა და ესეთ სასიამოვნო კონცერტებს ჩუქნით ჩვენ მაყურებელს. ეს არის ქართული ჯიშის, ქართული გენის და ქართული სისხლის გაგრძელება ძალიან ლამაზი. მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად ანსამბლს და მის ხელმძღვანელს ბატონ კახავანაშვილს. კონცერტს სხვადასხვა თაობის და პროფესიის მაყურებელი ესწრებოდა. ისინი ამ დღეს ჭიათურის კულტურის ცენტრის დარბაზში ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულმა შეკრიბა და გააერთიანა. ძალიან ასიამოვნები მივდივარ სახში, აი ამ დაღლილი დღის შემდეგ მართლაც ერთგვარი განტვირთვა იყო დღეს, სასიამოვნო განტვირთვა. უღრმესი მადლობა ანსამბლის წევრებს და ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ ასეთ სიამოვნება მოგვანიჭეს. ძალიან კარგი ხასიათზე დაგვაყენეს. მოგვეწონა ძალიან. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მე მათი. მადლობა სუხთი პირადად. ანსამბლი სულიკო პროექტ რეგიონების ფარგლებში ტურს განაგრძობს. წინ სამცხე ჯავახეთია.